შევიდეთ ტატამიზე. უკეთესი იქნებოდა. პირველი სეზონი გარიყავ. პირველი ისიც კაია რა. როგორ იყო ეს იგი დებიუტი და ეთეიდაროვი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. ხუთგზის ჩემპიონი, შენ მოდიხარ და მუყურე მაგას რომ მოყევი, ხო? თბილისის გრანსლემის დებიუტანტი გიორგი ლოლაძე, მაგრამ სამოგივოთ როგორი შედეგი იყო? კი, შემართება მაგან უფრო მომცა. შეგი ეს თემა იყო, არა, ნუ სულ ეგრე გამოგვაცხადო ხოლმე მომავალში. დებიუტანტი. ადიქ გამოდიოდი კი ვიფიქრე, მეთქი ხა დებიუტანტი რა. არის გამეთქი ხალხისიაც. ვიბართ. ხალხისიაც რას ვიგოს ოლიმპიური ჩემპიონი ხდებოდა, ეხლა კიდე დებიუტანტი და იქნებოდა გამოგეჭანო, რაღაცა გამოაცხადა, იქნებოდა დაგეძახა ჩემთვის. მეგობრებო, გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ გიორგი ჭანიშვილი, ჯუდო ჭანოსთან, ჩვენი პოდკასტის ახალი ეპიზოდი. წარმოგიდგენთ ლიდერ სპორტი. დასრულდა ძალიან დაძაბული ისეთი ხო ემოციური ბევრი მიმართულებით თბილისის გრანსლემი, სადაც ნუ იცის გულშემატკივარმა 2 ოქროს медаლი გვაქვს, 4 ბრინჯაოს медаლი, ჩემპიონები ლუკა მაისურაძე, მისი პირველი ოქროს გრანსლემზე თბილისში და ზოგადად ისედაც გრანსლემზე და ირაკლი დემეტრაშვილი და 4 ბრინჯაო ლუკა ჯავახიშვილი, საბა ინანეიშვილი და თორნიკე გიგაური და გიორგი ლოლაძე. დღეს მეგობრებო ჩვენი პოდკასტის სტუმრები არიან სწორედ მოდი ესე ვთქვათ, ხო, დებიუტანტი ძიუდოისტები თბილისის გრანსლემის, ხო, და ასევე დიდებში პირველი მედლები მოიპოვეს, ხო, სწორია. ბრინჯაოს მედლები, თორნიკე გიგაური და გიორგი ლოლაძე. ბიჭებო, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან კარგი მიხარია რომ მოხვედით. თორნიკე როგორ ახართ აბა გიო? ესე იგი ვიცი რომ ეხლა ახალი ნარბენი გაქვს კიბეებზე, ხო, კიბეები და ანუ ისვენებთ, მაგრამ თან არ ისვენებთ. შეიძლება ესე თავიდან დავისვენეთ, რავი, ერთი ალბათ თავიდან კემპი იყო, კემპზე ვივარჩეთ რა, ერთი 3-4 დღის კემპი ვივარჩეთ. კი. მე 3-4 დღე იყო დასვენების განდვრთის საშუალება და ეხლა დავიწყეთ ისევ რა, ჩოულ რეჟიმში. ხო, სიერბებთ ვარჯიშს კი. თორნიკე, მე მგონი პატარა ტრამვა გაქვს, ხო და ეხლა ცოტათი მე დასვენება მიწევს ეხლა ცოტა ხანი ხელზე მკურნალობ რა, შეჯიბზე ვიტკინე და ხო. 1-3 დღე ვივარჯიშე მაინც კემპზე მეც და მე მოგიწია შენს, ხო? მე მგონი კემპზე ბევრი დარჩა ასევე სხვა სპორტსმენების ქვეყნების და ზოგი ისეთი იყო, ვინც არ უჭიდავია ხსლი, მაგრამ ტრენინგ კემპზე მაინც დარჩნენ, ხო? მაგარიც კემპი იყო, ხო? კარგი, მოდი თბილისის სლემი გავიხსენოთ. რაგიყა თორნიკეს медаლი პირველი იყო, პირველ დღეს იყო და თორნიკესთან დავიწყოთ საუბარი და გიო მერე შენსკენ გადმოვალთ, ხო? თორნიკე არის ასევე მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში. მოდი გავახსენოთ გულშემატკივარს პერუში, ჩვენი კი ერთად ვიყავით, ხო? ხო გახსოვს? კი. რა თქმა უნდა გახსოვს ახლა როგორ არის და იქაც მაგარი შორს საქართველოსდან და დიდი ამბები იყო მაშინაც, ხო, პირველი ანუ ჩემპიონი ხარ, მსოფლიო ჩემპიონი ხარ ახალგაზრდებში. თუმცა დიდებში სლემზე პირველი медаლი აქ თბილისში მოიპოვე, ბრინჯაოს медаლი. მოდი გაიხსენი აბა ეს როგორ იყო, რა იყო, განსაკუთრებით ის შეხვედრა მეოთხედფინალი იყო ძალიან დაძაბული, ხო, ამ რამაზან აბდულაევთან და ასე შემდეგ და როგორ რა სიტყვია ბა ამ ბრინჯაოს медаლმა როგორი მოგონებები დაგიტოვა თბილისის სლემზე. ყველაზე რთული სხვათა ეგ იყო რა, მაგ შეჯიბზე. ეს შეხვედრა გულწრფელ მეოთხედფინალი, ხო, რამაზან აბდულაევთან, ხო? მეოთხედფინალი იყო ყველაზე რთული რა, ძლიერი იყო პარტერშიც, კარგად მუშაობდა, მაგასთან ვიტკინე ეს ხელის. მასთან ვიტკინე ხელი და ხო. შორის ტიტულოვანია რამდენიმე მგონი 5 გზის სლემის გამარჯვებულია და ბევრი ტიტულია. მოგებულიც აქვს ბევრი და 60-ში იყო ახალი ამოსული არის 66-ში იგი. 2 გრანსლემი მოიგო მგონი ზედიზე 66-ში და მე მგონი კი. ყაზახეთი და კიდე რაღაც ერთ-ერთი ხო. კაი ბიჭი არის რა ვინა. დაიღალა ცოტა მე დებაც გავუკეთე. მაგრამ თორნიკე უფრო კარგი ბიჭი არის, მაგრამ შენ უფრო მაგარი ხარ, ხო? ხო და ეგ მაინც ისეთი იყო, ხო, ეგ მომენტი თან რაღაცნაირი თვითონ ეს ილეთი რომელიც შეასრულე დასამახსოვრებელი იყო და მნიშვნელოვანი და
რასთავარია მოგიტანა იცი რა მინდა კითხვა მე რეგიოსაც კითხავ იგივე აი მაინც თბილისის სლემზე რომ გამოდიხარ როგორი ატმოსფერო რაღაც გზნობ ხარ დაჭერას ხო კი ყველაზე მაგარია ჩემი აზრით რა ეხლა ქართველები რო არიან ტრიბუნების და სულ ქართველი შეძახილები რო ისმის შეძახილები ხო ორმაგ ძალას გაძლევს რა ეგეთი ატმოსფერო შეჯიბრის და რა ჩვენც ვცდილობთ ყველანაირად რომ გავუკეთებინა შედეგები და არ წაგვეღო სხვა თქმა კი თუ იქ ნახევარფინალში ასე ვთქვათ ჯერჯერობით ეს აზერბაიჯანული ბარიერი გადასალახი გაქვს ხო მიგევინაზე აზერბაიჯანლები ხო უფრო გამოცდილები არიან თუმცა შენ აგროვებ გამოცდილებას რომ აზერბაიჯანლებიც ვთქვათ იმ სიაში გადაიყვანო ვისაც უგებ ნუ დათმე ეს შეხვედრა ნახევარფინალი და მოდი შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის ხო ხრისტო დულიდისი ხო კვიპროსელი სპორტსმენი და დამაჯერებელი იყავი ძალიან როგორ გახსოვს ეს შეხვედრა სხვათა შორის არც მეგონა რა რაღაც სხვა თქმამდე შეხვედრამდე მეგონა რომ ცოტა სუსტი იქნებოდა და პირველივე მისვლები ცოტა ისე ქონდა რომ აი ხელს რომ კიდევდა ცოტა მიჭირდა ხოლმე გაშვებინებო მაგრამ რავი რაღაცნაირად ელასტიური მოჭიდავი არის და მომენტი ჩამივარდა და ხო ეგრევე გამოვიტანე ხო და მოუტანა პირველი медаლი საქართველოსა საკუთარ თავსაც და გულშემატკივარს და მაგარია ხო როდესაც დავშე პოდიუმზე ხარ და კი შენ გაქვს გამოცდილება თუმცა ახალგაზრდებში როცა ჩემპიონი გახდი ახალგაზრდებში და საქართველოს ჰიმნი იყო ხო შენ საბატებცემულად და აი სლემზე როგორ იყო სლემზე დგომა უკვე კი გრან სლემი უკვე დიდები არის დიდი სპორტი არის და კი რავი ძალიან მაგარი შეგრძნებაა მაგრამ უკეთესი იქნებოდა პირველზე რომ გარიყავ ხო რა პირველისთვის ისიც კაია რა კი ბიჰოდოს რომ შენ ხარ 19 წლის ხო ჯერ ხარ ახალგაზრდულ წელს კიდე მიწოს ახალგაზრდები წელს მოგიწევს კიდე ხო სად ვიქნებით ნეტა გააჩნია ხო შეიძლება რაღაცები კიდე შეიცვალოს ეხლა წინაზეც ესე იყო ხო უნდა ყოფილიყო ერთ ქვეყანაში და ხო წავედით პერუში მე და ჩემპიონი გახდი იქ ხო და ეხლა ნახოთ რა იქნება კაი გიოსკენ გადმოვიდით გიორგი ლოლაძე ნუ ცოტა პატარა განსხვავებაა თქვენ შორის ასაკში ხო სწორია შენ ხარ კი 2 წლით წელს და რაღაც თვეებს 21-ის და ნუ აი იცი რა იყო ეს შენი შეხვედრები ჰაილაითები გაკეთდა მე ხო ალბათ ნახე ყველა შეხვედრაში თითქმის ხო და განსაკუთრებით ეს კაცო ბრინჯაოსთვის თურქმენეთთან ჯუდოტივი რო გააკეთა ნახე ის მაგარი ის არის ბექაურის ჩანს რომ შენ რო იწყებ ამ პოსტარ ფეხზე დგები ხო პირველი ლაშა დგება ხო ლაშა პირველი და მე სხვები და რაღაცა და ნუ ისეთი ნუ გეტყობა რომ ესე ანუ როგორ გახსოვს ეს მე ანუ მაგარი ალბათ იცი რა იყო ცოტათი ის იყო ნახევარფინალი ფინელთან რა როგორ გაიხსენებ ამ პირველს შენთვისაც სადებიუტო ამ დებიუტანტობაზე კიდე რაღაცა ისტორია მე და შენ გავიხსენოთ კი რა ნახევარფინალსაც შეეხება ჯერ ცუდი დავიწყოთ ბოლოს კარგი დავიწყოთ ნახევარფინალში ნახევარფინალსაც შეეხება რავი რა კაი განწყობის ხასიათი ყველაფერით კარგად ვიყავი მაგრამ აი თითქოს ტაქტიკურად მაჯობა რა ხელებში იყო ძალიან ძლიერი და ანუ შეტევაში დავიღალე ძალიან ხო ის თქვა საუბარია ვინც გვისმენს ახლა დავუშვათ ხო ვალტერი ოლინი ხო ფინელი ფინალი წააგო მე მგონი იტალიელთან ხო მე ხო ხალხი წერს ხოლმე კომენტარებში ფინელს რა უნდა ძიუდოში და კაპელი ფინელთან როგორ არის რა სიტყვი მათ რავი არაფერს მეც მაგას ვფიქრობ შენს მასე ვფიქრობ ხო მეც მასე ვფიქრობ მაგრამ ძიუდო ნუ კლასიკური სპორტი არის რა ხდება ყველაფერი ხდება ძიუდოში ნუ ტაქტიკურად მაჯობა რა ალბათ გამოცდილებითაც შეიძლება ითქვას ნუ რავი ჭიდაოს ფეხშეჭიბში ჭიდაოს და ნუ ამ ტაქტიკური მხრით მაჯობა რა სხვა ვერაფრით ანუ ისე რა ვთქვათ რაღაც განსაკუთრებით მე დავიწყეილეთ და ჩემი ლეძე მე მოვყევი რა ნუ უკან გადაგდებას უპირებ და ფეხის მორყვა მომასწრო და ნუ მაგით წავაგე რა თორე სხვა ისეთი რა ვთქვათ რომ ამით მაჯობა მეთქი ან რამით ჩემს ძლიერი იყო რამით მაგას ვერ ვიტყვი ნუ მესამე ადგილს რაც შეეხება მოიცა სანამ მესამეზე მივვალთ მოდი მეოთხედფინალი ხო არ გავიხსენოთ და ნუ მე საბოლოს გადავიდეთ მესამე ადგილისთვის მეოთხედფინალი ხო თუმცა მანამდეც შენი შეხვედრები ესეთი იყო რა ანუ გულშემატკივარს დაამახსოვრდებოდა იმიტომ რომ შენ ასევე თორნიკეს ალბათ ხო დამეთანხმება რომ ალბათ თავადაც ხო შემტევი სტილი გაქვთ თქვენ ორივეს და ეს ამას ბევრი წერს ხოლმე რომ აი ეს მოსწონთ აი შეტევა და ესეთი ნუ აგრესიული შემტევი სტილი ხო და ის წინა შეხვედრებიც ესეთი იყო მეოთხედფინალამდე რაც გაიარა შენ მაგრამ განსაკუთრებით მოდი მეოთხედფინალი გავიხსენოთ
როდესაც შენ მოგიწია შეხვედრა, ჰიდაეთ ჰეიდაროვი და ის დიქტორი რო არის ხოლმე იქ რო აცხადებს. გახსოვს? როგორ აცხადებდა იმ ჰეიდაროვზე როგორ თქვა და შენზე როგორ თქვა? ამაზე დარბაშიც ანუ რო გავიგე უკვე თბილისის გრანსლემში ჭიდაობ და შემადგენლობა რო ნახე და ჰეიდაროვიც ჭიდაობს. აჰა. ნუ ხუმრობა წავიდა ამაზე რომ მაშასე მეგობრებო იწყება რეპეშაჟი. ესე ამო. ხუმრობთ ხოლმე ერთმანეთს იწყება რეპეშაჟი რაღაცა ჰიდაიათ ჰეიდაროვი რაღაცა ოლიმპიური ჩემპიონი ის ჩემპიონი და გიორგი ლოლაძე ამ პროცესში. ამას ხუმრობთ ხოლმე და ნუ ესეც დაემთო ოღონდ შეჯიბდა რეპეშაჟი არ მომიწია ნუ მეოთხე ფინალი მომიწია და მზად ვარ ყველანაირად მზად ვარ რომ უნდა გავიდე აი რავი რა ბოლომდე უნდა დავიხარჯე მზად ვარ ველოდები რავი ალბათ 15 წუთი მომიწევს იქ ყოფნა და ბრძოლა და ნუ გამოვდივართ პირველი ჩემს წინ ის გას ის თეთრი იმანოში იყო ნუ რეიტინგში განთესილი იყო და ჩემს წინ ის გას მე უკან მოვუყვები და როგორც კი ანუ როგორც კი გამოვედი უკვე ანუ ეგრევე ხალხი ფეხზე ნუ გულში მატყუდა ძალიან აინტერესებდა ეს შეხვედრა ალბათ რა ნუ ჰეიდაროვს ისაც ყველა თვალსაჩინო და შორის კი ცნობს ყველა გულშემატკივარი ხო ესეთი დონის სპორტსმენი რო ჭიდაობს დიდი ამბავია ხო ხო და ნუ გამოვდივართ და დაიწყო ეგრე ნუ იწყება შეხვედრა მეოთხე ფინალი 73 კილოგრამის წოდი კატეგორიაში და ეს ვაი ჯუდოგი მოდის ჰეიდაროვი და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი და ჰიდაიათ ჰეიდაროვი. და უკან მოვყვები ამ დროს მე ხასიათით რეალით მოვდივარ უკვე და მისი მოწინააღმდეგე თბილისის დებიუტა, თბილისის გრანსლემის დებიუტატი გიორგი ლოლაძე. მაგრამ ხომ მომახიანად დავარე გიორგი ლოლაძე. გიორგი ლოლაძე იყო მომახიანი. მადუნა გეთქვა შენ და გეძახა ჩემთვის რომ ჭანო რაღაცა დაამატე ამ დებიუტანტობას კიდე რამე დაამატე. ო ესე კიდე იფიქრე რომ აი რაღა ესე გამომაცხადა ესე ხო არის. ნუ იმას კი ვიცოდი რომ ისე გამოცხადებულიყო რა თქმა უნდა მაგრამ დებიუტანტმა უფრო მაყურებელს იმედი მისცა ჰეიდაროვის მოგების ალბათ. შეიძლება გაგაბრაზე კიდეც მაგან რომ ეხა განახიებ თუ ვინ არის დებიუტანტი და აი ისეს გაბრაზებული შევედი ძალიან საკმაოდ. კი, ნუ ესეთი ემოციური მომენტები მაგ შეხვედრას და თვითონ შეხვედრაც ისეთი იყო, ხო? ეს გდება, ანუ უცებ ვერ მიყდა ხალხი რომ იპონი, ხო? იმიტომ რომ ვერავინ ხარ. ხო, შენ მოასწარი ფეხის. ფეხი მოასწარი თან, ანუ ჩემ თვითონთან, ლექსოსთან ანუ მაგის მხარეს მოხდა ისა. კი, ლექსოსთან. რო აუდექი, ხო? ხო, ჩემპიონატზე. რო აუდექი ლექსომ დამიძახა რომ მოგერტყა ფეხიო რა მომენტი გამაზეო და ნუ ამ დროს იქ ვიდეოში ჩანს რომ იმაში და მეთქი მოვარტყი ფეხი ან ლექსმას ვერ მოვასრო უცებ და ნახო ვიზარდ რომ მეთქი ძალიან სწრაფად მოხდა და ხო რო აუდექი ეგრე ვიდეოში ანუ ფეხზე დავიწყე ნიშნება რომ მოვარტყი მეთქი ფეხი მოვასწარი და ნუ გადაახვიეს და ნახეს რომ მოვასწარი მართლა რა და შევასრულე ეგ ილეთი ოუჩიგა ხო კი ესეთი ემოციური ის იყო ხო ამბავი რომ ნუ თუმცა მე ის დიქტორი იყვიროდა მე მახსოვს რომ ოლიმპიური ჩემპიონი დამარცხებულია. ეს ნახოს. გახსოვს ხო ეგეც ხო? კი. ხო, არა ესეთი მომენტები იყო ჩემთვისაც ხო რაღაცნაირი და ნუ და ისეთი იყავით ამოხტული ძალიან და შემდეგ ნუ ეს ნახევარფინალი ახსენე. იცი აი თქვა რომ გახვედით მე ხო არ ჰიდაიეთთან რამე ერთმანეთს ხო არ რამე ხო არ გითხრა თვითონ ან შენ რამე კი რა დიალოგი დაჯილდოებაზე სანამ გავიდეთ მაშინ ვქნა მაშინ ხო? მაშინ ვქნა დიალოგი რომ კითხა რომ ანუ შენ და ლაშას ერთი მწვრთნელი ყავთო? მეთქი მე ლაშას და სარდალას მეთქი ერთი მწვრთნელი გავარჯიშებს პირადი მწვრთნელი ჩვენი ლექსო არის თქო. და მე მეყურე და მე მეყურე ესე მიგე მაგრამ ესე იგი ის ხოთა შორის ძალიან ისეთი პირველად კარგი ადამიანია ხომ ეს ხარა ტურნირზე ყოფილვართ ერთად ხარ ოლიმპიური ჩემპიონის რო გახდა მსოფლიოს რო გახდა ნუ ხო მივაცხადებ ხოლმე მას და კარგი სპორტსმენია ძალიან და ხო ნუ ლაშასთან რა შეიძლება ლაშებეკაურს ბევრი რაღაც გამსგავსებს ხო თითქოს აი სტილითაც თან მე მახსოვს რომ ლაშამაც რო დაიწყო მაშინ 73-ით დაიწყო ხა ჩვენ მაშინ აი შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით ჩილეში არ ჭაბუკები იყო. ჭაბუკი იქ მოიგო პირველად ლაშა და 63-ს ჭიდაობდა. ხო და ასე რომ ბევრი გულშემატკივარი რაღაცნაირად მსგავსებას თითქოს ნახულობს ხო თქვენში. თავად რა სიტყვი ალბათ ნუ სტილს რა შეეხება ლექსმა ერთი მწვრთნელი მყავს და ძირითადად ლექსმა ასწავლის სტილი ზემოდან ჭიდაობა არის. ყველა ლექსმა ასწავლის მოსწავლეს ზემოდან ჭიდაობთ. მაგრამ აინც ნუ ამოგლეჯვები, მოგვერდები იქით აქეთ, ნუ რაღაც ილეთები არის რომ ლაშაც თვითონ მეხმარება ხოლმე იმის დამუშავებაში, სწავლაში, ნუ აქეთ მარხნი მოგვერდით ლაშა მეხმარება ხოლმე ამის ის ეხაც შეჯიბრის მე რაღაცეები, კემპზე რაღაცეები გამიხილეთ ეს ამოგლეჯვაზე ნუ როგორ უფრო სწორად და ხო. ნუ მაინც რა ხალხის მომსგავსებას და მე ვფიქრობ ნუ სტილი მიმსგავსებული გვაქვს რა.
ძალიან კარგი, ძალიან მაგარია და ხო, მოდი იმ ამოგლეჯვაზე მე დაუბრუნდეთ მესამე ადგილისთვის მაგილეთით მოიგე ხო ეს ამოგლეჯვით უკან გადაგდებით ურანაგე და თან პლუს მუხლი ეს ხაბარელი და ყველაფერი ერთად ქვია თან ეს გადავლებული ხელით და ობიტორი გაეში ხო ობიტორი გაეში ხო სწორი ხო ტერმინი ეგ ობიტორი გაეში ხო და მე თორნიკას მინდა ვკითხო თან ის ჩვენ გავიხსენეთ ჭაბუკ ლაშა ბექაურის სოფლიო ჩემპიონობა ჯერ ჭაბუკთა მასაკში 17 სანტიაგოში ვიყავით მე იყო ბაჰამის კუნძულები მარაკეში და ჩვენ მოგვიწია ერთად ყოფნა პერუში ძალიან შორს საქართველოსდან და მაშინ იქ ინტერვიუს გავაკეთეთ გახსოვს მე და შენ მეორე დღე იყო თუ მესამე დღე მეორე დღე იყო დაგინახე შენ რომ ვიჯექი გულში მოტკირავდით სხვა სპორტსმენებს შემდეგ გამოდიოდნენ და მეთქი ოპულსებ ჩავწეროთ და ჩავწერეთ პატარა ინტერვიუ იქ პერუში ლიმაში და მაშინ გვინდოდა ეს გადაცემაში ხო შენი მოწვევა და ეხლა კარგად გამოვიდა ესე რომ ერთად მოდი პერუს ამბები გავიხსენოთ იმიტომ რომ შენ მაგარი ტიტული გაქვს ძალიან ხარ სოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და თან მაგარი შეხვედრები ჩაატარე იქ და ფინალში დაამარცხე სპორტსმენი რომელიც ეხლა დადგა ევროპის ჩემპიონატზე 66 კილოგრამში და მოდი პერუს ამბები გაიხსენე და გულშემატკივრებას კიდე გავახსენოთ ეს შენი სოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს მაგარი შეჯიბრი იყო ძალიან რა მეც მაგარ ფორმაში ვიყავი მაგრა შევხვდი მაგრა ვემზადებოდი მაგ შეჯიბრისთვის და რა კარგად წავიდა ნახევარფინალი და ფინალი მქონდა ყველა ესე დაძაბული რა ვაგებდი მაგ შეხვედრებს ორივე შორის ხო ორივეგან გაუშვი დებები ხო მაგრა ვაგებდი ორივეს და რა ორივე მოვიგე ბოლოს რა ეგრე გამოვიდა ეს ფინალში ცოტა ისეთი ბიჭი არის რაღაც ხო აბდულა პარჩიევი ხო წინა სხვათა შორის ჭაბუკების ფინალი წააგო მაგან გივიშულთან მახსოვს ეგ ხო წელს კიდე წააგო რა ისის პერუ იყო ხო პერუში მან ჩატარდა ხო ჭაბუკები იყო წინა წელს გასის უშრობთ ესე იგი მაგ ბიჭს და ეხლა იმედია რომ ეხლა ევროპაზეც მასე იქნება ევროპაზე ხო კი ანუ ეს ფინალი გავიხსენოთ ხო მე მგონი აგებდი მაგ შეხვედრასაც ხო პირველი უმისლოზე დავეცი იუკოზე მე გაუთანაბრე ეგრევე და მე კიდე წინ გავიდა ეს ვაზარი დამაგდა და ბოლოს იგივე ილეცე დავაგდე რა ეს პარჩიევი და მე შეხვედრაც მოვიგე და გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი რა ხო თან მაგარია ხო ალბათ ესე საქართველოსთან მაინც შორს ხო პერუ ლიმა ძალიან შორს ხო თან ძალიან შორს არა ძალიან შორს და ალბათ ესე დროს რაღაცა კიდე დამატებითი ის გეძლევა ხო როგორც სპორტსმენს რო აი კიდე ხო იმ ხელაგზაზე ხა ტყუილად წასვლას და ის თუმცა სპორტია ხო სპორტია ყველაფერი მოხდეს შეიძლება და მაგრამ მაინც მეტი ფასი აქვს ალბათ ესე დროს თქვენს გამარჯვებებს ესეთ თქვა შორეულ მანძილზე და ასე შემდეგ ხო ეს კაიორ გავიხსენეთ და ისე მაშინ ლიმაში მოვასწარი რაღაცა დაუშვათ რამის ნახვა გასვლით არა ესეთი არაფერი ხო მარტო საჭმელად თუ გავიდოდი შეჯიბრზე მოვდიოდი კი მასე არის ხოლმე და მე ცოტა ისეც წამოვედით გუნდურის დღეს წამოვედით უკვე რა ვიჭიდავით და წამოვედით გუნდურს არ ვჭიდავდით მარტო ბიჭები ვიყავით ჩასულები სოფლიოზე და კი მახსოვს ხო გუნდური შეარგა და აღარც გავსულვართ რა აღარც სურვილი მქონია დიდად ხო თუმცა სული მქონდა წამოსული ყავით ჩამოსული ყავით რასთავარი იყო ხო რასთავარი იყო ამ შემთხვევაში და ყველაზე მთავარი ჯილდურაც იყო საქართველოში წამოიღე და მოქონ ურთხილდები და ინახავ ამ მედალს მაგარი მე ძალიან დიდი მიღწევა ეს საში მე თვითმფრინავი ქანაობდა რა ძალიან და მეთქი ხა არ ჩამოვარდა ჩავიტანო ეს მედალი რა დავრჩი მაშინაც ჩამოვიდა იქ ხო სადაშორეს ეგ აი ფრენასთან თქვენ უკვე გიწევთ ბევრი ფრენა ხო ამ ასაკში ვიღოთ იმისა რომ ჯერ კიდე წინ გაქვთ ყველაფერი ეხა ხო დიდებში ეხლა პირველი ნაბიჯებია ეს ეხა ხო რაც დიდებში გადადით და აწი დაიწყება სლემები და გრან-პრი და სხვა ტურნირები მაგრამ მაინც ბევრი ფრენა მაინც ვიღოთ იმისა მაინც ეხა გიწევთ უკვე და ბევრი თვითფრენავის ეს თქვა ხო ვერ ვეგუები ვერა ხო ძალიან შიში დამჩიმდა პატარავიდან რატაშორის ეგ სპორტსმენს აქვს რომ აი ნუ ზოგი არ მიდის აი ფეხბურთელებს აუთ ხოლმე და უფრო ფეხბურთელებს რომ დაუშვათ ნუ არ ჟდებიან თვითფრენავზე რა თვითფრენავში ხო მაგრამ მაგის გარეშე ხა ხო მაგრამ არ გამოწია აპერუში როგორ უნდა წახვიდეს ხოლმე კაი მოდი თბილისს დაუბრუნდეთ ისევ გიო ეს თქვი ობიტორი გაეში ხო ახსენე ეგ გდება შეასრულე მესამე ადგილისთვის თურქ სპორტსმენთან
მე მგონი მარცხდებოდი მაგ შეხვედრაში, ხო? როგორ იყო? ვაზარს ვაგებდი. ხო. სამ შევიდოდით ჩემ ბიძაშვილი ნინო ვლადე ალბათ იცით რა. ნინო ბიძაშვილი. მართლა? ესე იგი მე რამდენს უთხარ. ჩემი ბრალია. სულ ყველა მეკითხება. ნინო მეგონი ადრესს მითხრა, აქ ყავდა გადაცემაში რას, მაგრამ აღარ მახსოვს რაღაცები მეს მოვიწყდება, რომ ბევრმა მკითხა თქვენზე, რომ ნინო და გიორგიო, ვეუბნებოდი, რომ მე მგონი მოგვარეები, ესე იგი ბიძაშვილები. კი, ალალი ბიძაშვილები. ბოდეს უხდი ყველას ვინც არასწორი ინფორმაციების არასწორად უთხარი, ბიძაშვილები ხართ, მაგარია. კი, და აბა რას ამბობდი? ხო გამოვიდეს ნახევარფინალი რომ წავაგდეთ, ჩამოვიდა, ეს ხო მოხდის მოსაცემად, мотиваციის მოსაცემად და მე იმ წაგებაზე იქვე და იმ წამსვე დავივიწყე როგორც გამოვიდი, უკვე მესამე ადგილის ვიყავი გადართული, მესამე ადგილის მეჭდავა და გამოვიდა, ნინი ფიქრობდა რომ ცოტა ისე ვიქნებოდი უხასიათად და მოვიდა რაღაცები და ვეუბნები რომ მეთქი აი გასვლის დროს მეთქი ჩემმა დიქტატორმა თუ ის მუსიკა ჩამერთა მეთქი ხორომის ის რო არის ხო იცით ხორომის სიმღერა რა სანამ გამოცხადების წინ მეთქი ეგ სიმღერა თუ ჩამერთა უაჭველი ვიგებ მეთქი შეხვედრას კონდო ეგრევე ხუმრობით და ხო გამოვიდით შეულებრივ ის ეგ მუსიკა კი არისო რა ჩავა რომელი ჩავრთე გონი ისო ჰეი ხო ლაშქრული ხო აი ჩავრთე ხო ჩემზეც ეგ იყო ხო პირველი ორ დღე ეგ იყო ხო ანუ ესე და რომელი შეულებრივი ხორუმის ხოდი აი მაგას დავიმახსოვს მე ეგ ჩარტო უჭელი ვიგებ მეთქი და მესამე ადგილს შეულებრივ განწყობილი ვიყავ მაგრამ მაინც ენერგია გამოსილი მქონდა რაღაცნაირად დაღლილი ვიყავ ის თეილი დღეს კი დავისვენე იმ შუალედში რაც იყო ფინალურ ბლოკამდე მაგრამ მაინც ვერ ვიყავ ცლად ბოლომდე რა აღდგენილი არ მქონდა ენერგია და რო გავედი ანუ ისლეთ რაზეც მოვყევი გავცხილებული ვიყავი რომ ეგ არ უნდა გამეკეთები და ამიტომ მისის წელში ჭიდაობდა და რო არ მეოდება და რო არ მოვეყოლებინა გავცხილებული ვიყავი რომ ეს არ უნდა მეკეთე ეს ლეთი არ უნდა შემესრულებინა და მაინც გავაკეთე რა მაინც ვცადე სიჯი აინც მეთქი დავაგდეთ მეთქი მაგლეთ ხშირად ვიყენებ ხოლმე და დავიცი ეს უაზარი და ნუ უკვე დროც ერთი შეტევა ანუ ერთი მისვლა მივედით და ნუ ჩავლებში დავდექით ანუ ვერ შეუტიე და ბოლო ის ერთადერთი ის მქონდა რომ კიდე უნდა შევკრულიყავი რა წუთ ნახევარი იყო დარჩენილი დაახლოებით უნდა შევეკრა მეთქი სხვა გზა აღარ იყო რა ანუ იქ თან ვაზარს ვაგებდი ნუ შიდოც არ ქნა და ნუ შეკრის ვარიანტს გარდა სხვა ვარიანტი არ მქონდა და როგორც კი შევეკარი და აი იმ მომენტში როგორც კი წამოუწია იმ ხალხის ემოცია უკვე მესმოდა აი როგორც კი წამოუწია და ნუ ხალხი მოხდა რომ ვაგდები და რო დავაგდა გადავყევი რა ნუ ეს ვიპონზე ხო დაეცემეთ ხო გადავყევი და ნუ ამ მომენტში თავი დავარტყი ტატამს და რო წამოვდექი ურეში შვილი მგონა ნუ ეს ხალხის წევრი ნუ არაფერი აღარ მესმოდა რა თან მეგონი შეიცვალე კიდეც ხო ესეთი ფეხი თითქოს ხო ნუ ან ჯერ პირდაპირ წამოვწე და მე ხო ნუ გვერდზე ხო ჯერ პირდზე წამოვწე და მე გვერდზე წავედით და დავარტყი თუ არა თავი ანუ ავდექი ძალიან ემოციებში ვიყავი და არაფერი ხმა აღარ მესმოდა და ერთ-ერთი ის მესმოდა რომ მესამე დაეკავა გიორგი ლოლა ინსტინქტორი ყვიროდა კიდე თან ვიდეოში ասეს გიორგი ლოლა კარგად მომეწონა ეგ სხვა შორის და ნუ გამოვედა მე რომ გამოვედი ხო ასე ხო იძახის ჩვენი გამოცხადებელი რომ ვინ არის გამოცხადებელი ხო იძახის ერთხელ რაღაცა დაგვენახოს ხო იძახის რომ გიორგი ანუ ისეთ ემოციებში ყავით ხო გამოვედა ნუ ხალხს უყურებ იქ ჩემი მეგობრები ჩემი ოჯახს უყურებ ნუ იქიდან აქეთ ემოციები აქეთ მწვრთნელები აქეთ ლაშა ნუ ძალიან ემოციებში მე ძალიან ემოციებში ვარ და ის მე ვიდეოში ნახე რომ იძახის გიორგი ლოადეს გაუმარჯოს ანუ ხო იძახის მე ხალხი ჯოს და ეს ანუ იქ ხო ვიდექი მაგრამ ანუ ვაფშე არ გამიგია ისეთ ემოციები იმ მომენტში არ ხო იმ მომენტში არ გამერე ნახე და მე ნახე მე მოусმინე მე ის მუსიკაც რო იყო ჩართული ის გარე კახურის ეგ დამონტაჟებულია მე გავაკეთე ეგ ყველაფერი ისეთ ემოციაში ხო არ მესმოდა მე ვიდეოები რო ნახე მე გავიგე იმ წუთას რაც ხდება ეგ არის თავარი ხო ან მე ნახე ესე იგი ეგენი კი იმიტომ თვითონ მომენტი იყო ეგეთი იცი რა რაღაცა გდებაც ესეთი იყო ძალიან ეფექტური შენი ეს მოწოდება და ეს სახერო გაქვს ესეთი ხო გადარეული ხო და მაგიტომაც იყო რომ მე ეს ჯუდო ტივიმ გააკეთა ეს ჰაილაითები ხო ამ შენ გდებაზე და ხო ალბათ ნუ დიდხანს დაამასრულება გულშემატკივარს ხო ხო და ესეთი ემოციებით აიცი რა ბიჭებო კიდე რა თბილისის სლემი ხა თქვენ პირველად გამოხვედით ხო და მაინც როგორ ფიქრობ აი თქვა რითი შეიძლება იყოს გამორჩეული სხვა ტურნირებისაგან აი მაინც თბილისი რა უჩემი აზრით იმით იქნება გამორჩეული ჯერ ქართულ ხალხს ძიუდო უყვარს ხო კი ბატონო ბევრი მაყურებელი ყავს ანუ ვინც მოდის
გულით უყურებს და გულით გულშემატკივრობს რა მართლა რომ უნდა ჩვენი წარმატება რა მართლა რომ უნდა ძალიან ბევრი არის ვინც უბრალოდ მოდის ძიუდოს მოყვარული რადგან არის სხვა ქვეყნებში ძირითადად ანუ არ არის ხოლმე იმდენი ხალხი რა ხო ნუ რაღაც ქვეყნები არის სადაც არის ბევრი გულშემატკივარი მაგრამ ნუ საქართველოს გამორჩეულად უყურს რა ძიუდო ბევრი გულშემატკივარი უყურს ძიუდოს ნუ მაგიც ნუ რო გამოდიხარ და ნუ შენი სახლი დარგები და მოდიხარ ანუ შენი მაშინ რო ხარ მაინც რაღაცნაირი სხვანაირი ემოციაა რა აკლიმატიზაციის გავლა რო არ გიწევს სადაც რო ხარ გჭიდაობ და შენი ოჯახის წევრების რო იქ არიან შენი ხალხი ნუ თან ყველა შენი გულშემატკივარია რა იქ ვინც არის მწვრთნელით ანუ რა მწვრთნელიად მოსწავლე რა ყველა ნუ გულშემატკივრობს რა და ეგ დიდ მუსიკალებს დიდ მოტივაციას გაძლევს კი თორემ სიტყვი ხო დაასრულე და მე თან გამოცხადებს რომ გაცხადებს და ნუ ხალხი აი იქ და რომ ამოდიოდი ხოლმე სამ გამომაცხადებდნენ უკვე ხალხი ფეხზე იდგა და ნუ ხო ხვდებით რა ტაში და დიდ მოტივაციას გაძლევს ჩემი აზრით რა ხო ჩვენთან რო ტარდება სხვა ემოციებია რა და სხვა ისა რა თქმა უნდა ბევრ განასპარეზობთ უკვე და აწი მოგიწევთ სულ ხო გრანსლემებზე გრან-პრიზე და ნუ აქამდე ყოფილ ხართ მაგრამ აწი უფრო ალბათ ინტენსიურად და კი თან ამხელა ისტორია აქვს ხო სწორედ ერთი დღეს აი ეს მინდა განახოთ ხა რა დიდი ისტორია აქვს ჩვენ თბილისის ტურნირის ხო ვიცით ყველამ და 70-იან წლებიდან ტარდება და აი იცი რა მინდა კითხოთ რომ თქვენი აზრით რომელი წლის შეიძლება იყოს ეს აი განახებთ ესე კამერას ვანახებ დღეს შევხვდი ერთ კოლექციონერს და იმას ჰქონდა ძველი ახლა ფერადი კი არა თან აი ხო აი ესე იგი ინდოინდელია ხო სოფლიოს თასები რო ტარდებოდა თბილისში სანამ ცოტა უფრო ძველი აი შეიძლება რომ აი ეს აი უკან ამხარე უფრო შენ სტილს ხო არ გავს რაღაც აქ მეგონი უჩიმატა არის მაგრამ ესეთი რა ხო და აშკარად რუსული წარწერები არის განსაკუთრებით კავშირის ინდოინდელია კი აბა აი ნაშეხები და რომელი წლის ტურნირი შეიძლება იყოს ეს თქვენი აზრით საბჭოთა კავშირის არის. რავი, ალბათ 70-დან 80-მდე არა? ხო, სხვადასხვა ახლოს არის, ახლოს 85 თქმაში. აი 82 წლის. 82. 1982 წლის თბილისის მაშინ ერქვა საერთაშორისო ტურნირი. აი ამ ტურნირის პროგრამა, ასე ვთქვათ, რა ოფიციალური და რაღაც ისტორიული, ხაი ეს რა წლებია იცი, რომ აქაც არის შედეგები, ხო, როცა დაუშვათ იგივე გია თენაძე ჭიდაობდა ამ პერიოდში, შოთა ხაბარელი, ჯოჯიშვილი მანამდე იყო 70-იან წლებში უფრო, ხო? აკაკი ურძალიძე და ხარშილაძე და დაუშვათ აი სტაობა, ხო? ძველი. თუმცა იმის თქმა მსურს, რომ დიდი ისტორია აქვს ძალიან თბილისის ტურნირის საერთაშორისოზე და ნებისმიერი მედალი არის მაგარი ძალიან და მნიშვნელოვანი არის თბილისის ტურნირზე და მადლობა თქვენ რომ აი ამდენი ემოციები მოუტანეთ და კიდე მოუტანთ მომავალში ქართულ გულშემატკივარს. კიდე იცი რა მინდოდა მეკითხა რომ სულ აინტერესებთ ხოლმე უფრო კიდე გულშემატკივარს აი თქვენი ამბები ხო როგორ დაიწყეთ და ძიუდოზე სიარული და რამდენი ხანია და როგორ ხდება ეს ამბავი და მოდი ამაზე რო ვთქვათ რა გიო აბა მე 7 წელს ვიყავი რომ დავიწყე მაგრამ ძალიან სუსტ და გამხდარი ვიყავი მამა ჩემი მიყვანა 21 კილოში ჯინა 21 კილოში და ძალიან გამხდარი ეს რომელი წლებია რა 2011 ხო 11-12 რაღაც დაახლოებით ესე რა ნუ 7 წელს ვიყავი და მივედი ძალიან სუსტი ძალიან გამხდარი და მე ნელა წამოვედი ნუ მე ეს ეროვნული ჩემპიონატები ნუ ევროპის თასები ისინი ესენი ნელა წამოვედი რა და კი ყველაზე მეტად რის გამოც მინდოდა ხოლმე შესვლა მამა ჩემი უყურებდა ხოლმე ძიუდოს და ნუ ილიას ილიადის იყო მაშინ აი რავი ძალიან 2012 წელს ოლიმპიადაზე მედალი აიღო. კი. 2000 რუსეთში რო მგონი ჩელიაბინსკში ეგ კი სამგზის სოფლიო ჩემპიონია ჯარჯი ილიადის. 12-ში მე მგონი მან ბრინჯაო იყო უკვე, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი რა თქმა უნდა იყო უკვე. 4 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის სოფლიო ჩემპიონი. კი, ეგ წლები არის. კი, მაშინ ჩელიაბინსკში მოიგო მგონი სოფლიო და კი. ნუ ჯარჯიშიც მანამდე. ჯარჯიში დავას მაყურებდა ხოლმე მამა ჩემი სულ და ნუ მაქიდან მინდოდა ხოლმე მეც შესვლა რა ძალიან მინდოდა ეს ვარჯიში და შესვლა რომ შევედა მე რო ის სიტუაცია დავხვდა რომ ბევრი ვარჯიში და ბევრი შრომა უნდა და ესე ვერ გახვიდა და ჯარისავით ვერ იჭიდავდი უცეფესე არ გამოვიდოდა ეს მარჯანიშვილზე დარბაზია მან ხდება ხო კი მარჯანიშვილზე შევედი ლექსოგონიაშთან თავიდანვე და იმის მერე ლექსოგონიაშთან ვარ სხვა რა ისეთი ხარ არაფერი არ მახსენდება ნუ განსაკუთრებული
რაც შესვლასთან დაკავშირებით რა. ანუ ესე შევედი დავიწყე ვარჯიში. 15 წელს ვიყავი რომ ნაკრებში მოვხვდი და იმის მერე ნაკრებში ვარ და ვარ. ხო. თორნიკე შენ შემთხვევაში? მე ვიყავი 9 წლის რო შემეყარა 2015 წელი იყო რა და რავი თავიდან ძალით მატარებდნენ ხოლმე ჩემს. არ მიყვარდა რა ერთი პერიოდი ფეხბურთზე გადასვლაც მინდოდა. მართლა? ვი არის სხვათა შორის ერთი დღე და მეთქი ახაც აზრია რა აქ მეთქი და გამოვიდი იგივე ამ ფეხბურთიდან ისევ ჭიდაობაზე გადმომიყვანის კარაში და ვასი ფეხბურთზეც ხო არ გახსოვს რა სადი რა იყო ფეხბურთზე სად ფეხბურთზე მაშინ ავლაბარში ვცხოვრობდი კი და მაშინ შევედი ერთი დღე ვიარი რა და მეთქი თამაში იქნება მეთქი ეგრევე ეს ფეხბურთს დაგვაწყებინებენ მითად რაღაცა გაზრომები და გამოძრაობები. ყველაფერს ვარჯიში უნდა ყველა სპორტზე მარტივად. ხო, ისევ ძიუდოს ვარჯიშები მერჩვინა რა და გადმოვედი ისევ ძიუდოს. გადმოვედი რა არც გამოსულა პროსტა მეთქი ორი. ხო, სად დაიწყე პირველი? დიღომში მივედი კოშაძესთან ლევონისთან. აჰა, კი ბატონო, ხო. და შემორჩი მანდ ვარ და 16-ის ვიყავი მეც ეგრე ნაკრებში რომ მოვხდი რა პირველად ჭაბუკების ბოლო წელი მქონდა საქართველოს ჩემპიონი გავხდი და ეს არის უკვე რაც 2023 წელია. ხო და აი თქვათ ისეთი ქალაქები თუ არიან ტურნირები ხო რომელიც გრანდსლემის და გრან-პრის ანუ გრანდსლემი ალბათ უფრო ან გრანდსლემზე გამარჯვება თქვენი რაღაც სურვილი ხარ რა თქმა უნდა თავარი სურვილი არის დიდი ტურნირების მოგება მაგრამ ხო არის ზოგი ქალაქი სადაც ეგ გინდა რომ აი პარიზის გრანდსლემი მოიგო ან რაღაცა პარიზი მინდა მე რომ აი არ მინდა რომ დავამთავრო ის კარიერა რომ პარიზის გრანდსლემი არ მოვიგო რა ისეთი გარემო არის და იმდენი ხალხი არის რომ ძალიან მაგარი ატმოსფეროა. კი, შენ მოგიწია მან გამოსვლა და კარგადაც დაიწყე მე ესე მახსოვს ხო იქ ორი შეხვედრა მაგრამ ხო არის მაინც ისეთია ხო განსაკუთრებული და სხვა არის ხო. კი, ძალიან ბევრი ხალხი არის რა რომ გავდიოდი თან გაბასთან ერთად მომიწია ერთი შეხვედრა რა ერთი თუ ორი შეხვედრა გვერდი მე და გაბას და რომ გავედი და კაკრას გამოაცხადა ის გაბას უწევდა გვერდს და ამჟამად ინგრეოდა ეს დარბაზი და მეთქი ყველა ჩემსკენ არის. შევდიოდი მეთქი. ო, ნუ პარიზი, მაშინ გიოს ტოკიო დაუტოვოთ თუ? მე ისე ასე გუნა მეთქვა ტოკიო. მე გუნა ხო? კი, ტოკიო უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მან ბევრს არ აქვს, მაგრამ როგორც ვიცი მგონი 3 მჭი. 4-ს აქვს. 4 ქართულს ხო და თუ ჯარჯისაც ჩავთვლით როგორც ქართულს, მაშინ 5-ს, მაგრამ ნუ საქართველოს სახელმწიფოსაც მოუგი არის 4. ბოდაველი, დავითი, მე არის ჭრიკიშვილი, ავთო ბექა ღვინიაშვილი და ეხა შარშან მოიგო ილია სულამანიძემ. 4 ქართულს აქვს სულ. მაგის თან იმიტომ მინდა მაგის მოგება რომ 4 იაპონელი არის წონაში და ძალიან ძლიერი შეჯიბრია რა. მაგის გამარჯვება უფრო ისეთი ის არის რა. მგონი გრანსლემზე მეტი არის მაგის მოგება ნუ ეს კონკურენციის მხრივ. ხო. ზოგადად პარიზიც არა აქვს ბევრ ქართულს მოგებული. ანუ 4-ზე ბევრს აქვს. რა თქმა უნდა პარიზი, მაგრამ ისე რომ დაუშვათ ბევრს კონდეს არ არის ესე რა. მე მგონი 9 თუ 10 ქართულს აქვს თუ სწორად თუ კარგად მახსოვს რა ანუ ძნელია ეს ორი ტურნირი მართლაც გამორჩეული არის სადაც გამარჯვებენ და ყველა ალბათ განსაკუთრებული ემოციებით გამოდის ამ ორ ქალაქში ხო ტოკიოში და პარიზში თქვენთვის რატო არის გამორჩეული და განსაკუთრებული და რა კი გვაძლევენ შანსს რომ იყოს ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ესე იგი სერიოზული ქვეყანა ვართ ძიუდოსი, ხო, ამაზე რა სიტყვით? კი, ძიუდოს მოყვარული ვართ ყველა თითქმის. სპორტსმენებიც ყველა გამოირჩევა, ყველა წონაში გამორჩეული სპორტსმენი ყავს. თვითონ რავი ორგანიზაციაც კაია ხოლმე სულ ჩვენთან რამდენი შეჯიბრით ჩატარებულა, ყველა კარგადაა დაორგანიზაციებული. დიახ. და რა, ყველაფერი კაი არის. ალბათ მაგიტომაც მისცეს საქართველოს იმის შანსი 2029 წელს მსოფლიოს უმასპინძლოს. და ჩვენც ვიბრძოლებთ იმისთვის რომ 2029 წელს მსოფლიო ჩემპიონატი შევხვდეთ. ხო, ჯიმტიმ მოვუპოვოთ მეძლები. თან ძალიან სწრაფად გადის დრო და მალე მოვა ეს 29, ხო? თორნიკე რა სიტყვი? შენ იქნები რამდენი წელი? პატარა ისევ ახალგაზრდა იქნები ჯერ. 23 წლის ვიქნები მაშინ. კი, ბატონო, არაფერი არ არის ხა იქ. ხო და შეულებრივად შეიძლება მოხვედრა და მოხვედრა კი არა მოგებაც შეიძლება აი ესეთ ასაკში ვარ თქო. აი მაის თანამედროვე ძიუდოში ვის თქვენთვის გამორჩეული სპორტსმენები ვინ არიან ვის სტილი მოგწონთ ან ვის უყურებთ ხო ნებისმიერი ვინც გინდათ რომ დავუშვათ თქვენს გარდა რა თქმა უნდა ხო ხო ალბათ აქცევთ ყურადღებას ხო სხვა სლემებს და გრან-პრის და ტურნირებს ხო კი რავი მე
ამ თუნდაც სკოლა შეიძლება გამოვარჩიოთ რომელიმე. მე მაინც სარდალაშვილს და ბეკაური ჭიდავა მომწონს რა მაინც. ნუ სარდალაშვილი ძალიან ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის და თითქოს ძალიან უხერხული საჭიდაო არის რა. ერთად ხო ვარჯიშობდით ხოლმე და სულ რო ჭიდავდი ვერას სულ რო ჭიდავდი ხოლმე. ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ძალიან უხერხული საჭიდაო და ნუ მაგრა ბრძოლობს თითქმის ყველა შეხვედრაში. აი მსოფლიოს ფინალში ტაიპელმა შებოჭა და მანდრო იბრძოლა და მაგდა. გამოვძვრა. კი. აი ეგ რაღაც საოცრება იყო რა. ალბათ 10-დან 9 ვერ შეძლებდა მაგას რა. მაგიტომ მოყვარს სარდალაშვილს არ აბუდაბი იყო ეგ ხო? ხო, შარშან. კი ბატონო, შარშან აბუდაბიში ხო? მე არ ნებდება ბრძოლოს ბოლომდე და ლაშასი ნუ თვითონ ეს ლამაზი ჭიდაობით ან მოგვერდებით, ამოგლეჯებით. და შარშან წინ აბუდაბიში. შარშან ბუდაპეშტში. ხო. ეხა ხო 25 იყო ბუდაპეშტი, სიგიჟეები ხო? მაგ ჩემპიონატს სად უყურებდით თბილისში ალბათ ხო? ანუ ჩვენი გუნდური ჩემპიონობა შარშანდელი ხო? 25-ის შერეული გუნდური და ამ ხელა ამბავი მოხდა ხო? იაპონიის ჰეგემონია დაემხო და ფინალში კორეა და ეთერლი პარტელიანის ის ისტორიული გამარჯვება ხო? ხო, მაგ გადავედით სარდალაზე ყვებოდი და ლაშა ბექაურზე. ხო, ნუ რა, ნუ ეს სარდალაზე ხო თქვი რატომაც მომწონს, რომ სულ ბრძოლობს და არასდროს არ ნებდება და ნუ შედეგსაც იღებს რა ამ ბრძოლით და ნუ ლაშას სტილი რა, ნუ ეს ამოგლეჯები აქედან მოგვერდები, ნუ ზემოდან ჭიდაობას თუ შემტევი ჭიდაობა, მაგიტომ მომწონს რა. და უნიკალური შედეგები ორგზის. კი, ნუ შედეგები. ნუ თითქოს ჩვენ აკრებს თითქოს ყველა მომწონს. აი სულამაიძე ძალიან ფეხები ეგ ძალიან ძლიერი, ნუ კარგად მუშაობს ფეხებს. რა, თითქოს ყველა მომწონს რა. ჩვენთან ვინც არის ძირითად ნაკრებში ყველა კარგად ჭიდაობს რა. კი, ანუ რამდენი გამორჩეულად მაინც. ხო, თორნიკე რამდენი მისაბაძი სპორტსმენია, ვისთან ერთადაც თქვენ უკვე გიწევთ ყოფნა ხო ნაკრების შეკრებებზე რა სიტყვება ამ ჩემთვის ტატუ არის ეგეთი გრიგალაშვილი რა, რომ აი ისე ჭიდაობს და ისე მარტივად ჭიდაობს და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ აი სულ მიკვირს ხოლმე რა მაგის ჭიდაობა, რომ აი საიდან რაღაცას გამონახავს ხოლმე ხან ერთ ჯიბს გამო ერთი ილეთით იგებს მეორეს და ძალიან მაკვირებს მაგის ჭიდაობა და შედეგებზეც ეტყობა რა. რა თქმა უნდა ტატუ ხო, ტატუს ის განსაკუთრებით ის წლები ხო სამჯერ ZDZ სოფლიო და ფინალიზე DZ კიდე რამდენჯერ მეგონი 5 ფინალი გამოდის ZDZ თუ მოუყვებით 2021-დან ხო? და კიდე ოლიმპიური медали და ევროპის მოუყვეთ ძალიან მაგარი. უკეთ რამდენი ალბათ ფუფუნებაა ხო რომ ყავთ თქვენს გარშემო როცა მიდიხართ შეკრებებზე ნაკრების და ვარჯიშებზე ეს ბიჭებიც ახლა საუბრობთ ერთად ხართ ხო ასე ვთქვათ ერთი ერთთან ბავში და მაგათთან ერთად რო ვარჯიშობთ მე ჩვენც აღარ გვაქვს უფლება რომ გამოვიდეთ და პროსტა უბრძოლველად წავაგოთ ის ხა мотивация ნუ ახლა სპორტსთან ერთად რო ვარჯიშობ იმასთან რომ სპარინგ პარტნიორად რო ხარ ჭიდაობთ ერთმანეთში მაინც ძლიერთან ჭიდაობა მაინც უფრო ისეთია რა ბიჭებო ძალიან დიდი მადლობა რამე ხო არ არის ესეთი რაც გინდათ გულშემატკივარს უთხრათ თან ეხლა მით უმეტეს ამ სლემზე გამარჯვების შემდეგ უფრო გამოშდით თქვენც და დაგინახათ გულშემატკივრმა მეტმა უფრო ხონდა ვინც აქამდე გიცნობდათ ისედაც იციან ხო თქვენი ამბები და ეხლა უფრო მეტი დაგაკვირდებათ და რას რისი თქმა ხო არ გსურთ რამის თქმა გულშემატკივრისთვის ვინც აი ესე ტარში იკრავთ და როგორც ახლა აღნიშნეთ ორივე რომ გამოდიხართ ფეხზე დგას და გესალმებათ და დიდი მადლობა ყველა გულშემატკივრს ვისაც გული თუ ხარია მართლა ქართველი სპორტსმენების წარმატება და გამარჯვება და ევროპა ახლოვდება და წესით ჩვენ ბიჭებს უნდა მივცეთ დიდი სტიმული და დიდი мотивация ბევრი გულშემატკივარი არის ამისთვის საჭირო და ყველა მოვიდეს და გულშემატკივრს ქართულ ნაკრებს ღირსეულად გამოვლენ ჩემი აზრით ყველა ღირსეულად იასპარეზებს ხო 16-19 აპრილი ხო თქვა თბილისის ახალი სპორტის სასახლე სადაც გაიმართება ევროპის ჩემპიონატი კი თორნიკე რა სიტყვება შენ გულშემატკივრს ეგ გულშემატკივრებთან მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის ისე გულშემატკივრობენ ხოლმე და ისე გვაძლიერებენ რა გულშემატკივარი და მოვიდნენ მართლა ევროპის ჩემპიონატზე მაგარი შეჯიბრი იქნება მაგარი შეხვედრები იქნება და წარმატებები ბიჭებსაც რა ყველას ვინც ჭიდაობს ჩვენები კი ბიჭებს და გოგოებს გოგოებსაც ხო კი აუცილებლად უსურო წარმატებები იმიტომ რომ
მნიშვნელოვანია ძალიან ასევე გოგოები ქალების მედლები. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ბიზნესში. ჩემი ბიზნესში ვჭიდაო, ჩემთვის ის დრო უფრო მნიშვნელოვანია ყველას. ხო, მით უმეტეს. ნინის ხო დგას შემადგენლობაში. კი, ნახე არის, კი. კი არის და მით უმეტეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი კიდევ უფრო მაგარი სტიმულიც იქნება და და გავიწიოთ აუცილებლად ამ ოქროს მედლისთვის და ერთ უყავს იქ და ასევე ჩვენი სხვა გოგონები და ბიჭებზე რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი შემადგენლობა არის და ძალიან დიდი მადლობა მე მგონი ყველაფერზე თუ ისე ვისაუბრეთ ამ პირველ შეხვედრაზე და წინ კიდე ჩვენ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს ბევრჯერ იქნება ის ხმა იქ ხო რომ ეხა დებიუტანტს აღარ ვიტყვი ხოლმე ხო თორნიკეზე გასაგებია ყოველთვის ხო სოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში ხო და გიოს შემთხვევაში უკვე თბილისის გრანდსლემის პრიზიორი დებიუტანტის პერიოდი წარსულს ჩაობარეთ თავის ისტორია ქონდა ამას საინტერესო კაირო ეს გაიხსენე და მოყევი რაღაცა სახალისო მომენტი იყო ხო და კარგად დაგვრჩება ასე თქო ხო მოსაგონარად და გასახსენებლად და ძალიან კარგი ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებების შემდეგ ტურნირებზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, სადაც არ უნდა ვიყოთ და წინ კიდე დიდი ამბებია, მეგობრებო, დღეს ჩვენი პოდკასტი სტუმრები გახდნენ თბილისის გრანდსლემის პრიზიორები, გიორგი ლოლაძე და თორნიკე გიგაური. აბა მომავალ შეხვედრამდე.